ახალ წელს ძალიან უხდება ხე ჩვენთან სტუდიაშიც აი ამ ეკრანებზე თოვს, ხო? აი თოვლი. და შენ როგორ გიყვარს? თოვლი, სრიალი, მუსიკა და ერთელი თავგადასავლები ცალკე სრიალს და თოვს თავისი აქვს განსაკუთრებული და ბაკურიანში ახლა ზამთრის სეზონი აქტიურ ფაზაშია, მთელი თბილისი იქ არის. გართობა და სპორტის მოყვარულებისთვის კურორტზე ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის რომ კარგად ისიამოვნდეთ, რის გამოც ბაკურიანი წელსაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად იქცა, რომ დაიწყო ახალი წლი და არ ჩერდება მოკლედ ეს ამბავი. კურორტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალ გიზგისაც უმასპინძლა ამასობაში და მუსიკალური პროგრამა, გასართობი სივრცეები, რაღაცა სკვერები, სხვა ზონები და დიდი პროგრამა ყველა ასაკისა და გემოვნების ვიზიტორებისთვის გათვალა. ბაკურიაში ჩავიდა ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ილურიძეც, რა თქმა უნდა, ის უკვე ცნობილი მოთხილამურეც არის, სრიალით ჩავიდა ალბათ და ნახოთ ახლა როგორი რეპორტაჟი მოამზადა მან თის კურორტიდან ბაკურიანიდან. რატომ იწყებს ბევრი ზამთარს ბაკურიანში და რა არის აქ ისეთი, რის გამოც ადამიანები ყოველთვის უკან ბრუნდებიან? კითხვებზე პასუხს ბაკურიანში ჩემსავით ამოსულ ადამიანებში ვეძებ. დღესასწაულის განწყობა ახლიდან რომ შემოებარათ. სახალხოსაც აქ შევხვდი და ეს ვაპირებ რომ გავაგზავნო. ვისაც ზამთარი უყვარს? დღეები რაც ჩამოვედი, სულ თოვს და ძალიან ლამაზად არის საღამოებითაც და დილოებითაც. ვისაც თოვლი უყვარს? დაგეხმარო წამოდგომაში. წამოდგემეთი. ვისაც დათოვლილი ბუნება უყვარს და სიცივიდან შესულს თბილი სახლი უყვარს. ზამთარი და თოვლიანი ბედნიერება. და ვინც სრიალებს, ვინც ერთობა და ვისთვისაც აქ ჩამოსვლა ზამთართან შეხვედრა, თოვლთან, თასთან და მოძრაობასთან ერთად. საუბარში ყველაზე ხშირად ერთი და იგივე სიტყვები მეორდება: თოვლი, სიმშვიდე და გართობა. კურორტი, რომელიც სეზონურად ცვლის რიტმს, ახლა ყველაზე აქტიურ ფაზაშია შესული. იგრძნობა ადამიანების მატებაც გზაზე და საბაგიროებთან. სადღაც სრიალი, იმიტომ რომ ძალიან გასართობია, როცა ისწავლიან როგორ უნდა თვითონ სრიალი და რავი, 2 წლიან სრიალი და ძალიან მიყვარს. სრიალში ყველაზე მეტად მიყვარს, აი, მოხვევები, კანზე გადასვლა და ეს კოხტას ტრასა მიყვარს ძალიან. რომელი ტრასა უფრო გიყვარს, კოხტას თუ დიდვარის? კოხტა. ძალიან ქარებია და მოყინულია ხოლმე. მეორე დღე რას სნოუბორდზე ვდგავარ და ბაკურიანი ძალიან კარგად გამოგივიდა. მადლობა. ზუსტად ბაკურიაში მოვდივარ სასრიალოც და ძალიან ყოფილი ვარ და მოვწონს. წარსულში ორ სპორტსმენს შევხვდი, ხო? შევხვდით, კი, ზუსტად. აჰა. სწორ ადგილზე მოხვდით. ახსოვთ ძველად მოსული თოვლის რაოდენობაც, რომელიც აიძულებდათ მეორე სართულიდან შესულიყვნენ სახლებში. ახსოვთ ზაფხულში სოკოზე ჩასეირნებაც, ჟოლოსა და მაყულის ბუჩქებში ძრომიალი და დაკაწრული ხელფეხი. პირველი ნაბიჯებიც აქ რომ აიდგეს და პირველად დამოუკიდებლად აქ რომ ისრიალეს. მე 14 წლის ვიყავი. როცა დაიწყეთ სრიალი? და დღემდე ხართ? დღემდე ვარ თხილამურებზე და უფრთხილდებით ყველა ბაკურიანელი ბაკურიანს. ტარდებოდა საკავშირო პირველობები, ჩემპიონატები, საერთაშორისო ჩემპიონატები, როგორც სათხილამურო სპორტში, ისე სხვა ზამთრის სახეობებში, ანუ ტრამპლინი დახტომებში, იქ ბიატლონი იყო, იქ ორჭიდი იყო. ტრასები არის ყველანაირი სირთულის, ყველანაირი სასიამოვნო ტრასა არის, საბავშვო ვისაც აგერ ტყეებში სიარული სურთ იმათვისაც და ყველანაირად დაყოფილია. მე ასე მგონია კიდე დაემატება გვაქვს პოტენციალი ტრასების, რომ კიდე დაემატოს, რომ ნაკლებად რიგები იყოს. კურორტი ბაკურიანი, რომელიც წლის ყველა სეზონზე მიმზიდველი ადგილია დამსვენებლებისთვის, ამჯერად ზამთრის თავგადასავლებისთვის მოემზადა. სათხილამურო კურორტზე იდეალური გარემოა, როგორც ზამთრის ოლიმპიური სახეობების და ექსტრემალური სამთო სპორტისთვის, ისე მოყვარული მოთხილამურეებისთვისაც, სამეგობრო შეკრებების და ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის. კოხტა მომეწონა ძალიან, აქამდე დიდველზე სრიალებდი ხოლმე, ნუ ხეები, გუნდაობა, ბავშვებთან ერთად თამაში. იყო შენთან ახალწელს თოვლის ბაბუა? რა მოგიტანა?
მაკიაჟები. ეს არის ბედნიერება, ეს არის სიხარული, ეს არის კარგი სეზონი, კარგი განწყობა, რაც ძალიან გვახალისებს, ახალისებს ერს. ახალ სეზონს ბაკურიანი განახლებული ინფრასტრუქტურით და სიახლეებით შეხვდა. პირველად ამოქმედდა პანორამა ფუნიკულიორი, რომელიც ვიზიტორებს ზამთრის პეიზაჟების ნახვის შესაძლებლობას აძლევს. სრულად მუშაობს სამივე სასრიალო არეალი: დიდველი, კოხტა და მიდარბი. ზამთრის კურორტზე 12 საბაგიროც ფუნქციონირებს. სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 36 კილომეტრია. თუ საბაგიროდან გადმოხედავთ, დაინახავთ, რომ კურორტი თითქმის სრულად დაფარულია თანამედროვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემით, რომლის წყალობითაც ზამთრის სეზონი 20 დეკემბრიდან გაიხსნა. ხელოვნური გათოვლიანებით მოახერხე და სეზონის გახსნა შეუფერხებლად მოხდა. ბაკურიანში გვაქვს სიახლე, წელს რეაბილიტირებული საბაგიროთის შევხვდით, საბაგირო კომპლექსი, რომელიც არის 360 ფუნიკულიორი, დიდველის არეალ, პანორამა, კი ბატონო, დიდველის არეალში არის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ატრაქცია არის და მიუძიტველი ვიზიტორებისთვის, იმისთვის, რომ 360 გრადუსის ხედებით დადგნენ მთელი ბაკურიანის ასე ვთქვათ, გარშემო. მოხარული ვარ, რომ ეხაც თავს და ვიმედოვნებ, რომ საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდება. დიდველის და კოხტას კალთაზე სრიალს კაშკაშა გიზგიზით უხდება. ამიტომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ფესტივალიც პირველ ფიფქებთან ერთად აგვიბრუნდა. მუსიკით, მხიარული აქტივობებით, ენერგიული ატმოსფეროთი და ნამდვილი ზამთრის თავგადასავლებით. ვინც არ გამოტოვა ზამთრის მხიარულებას, საღამოს ფესტივალ გიზგიზე გადმოინაცვლა. კვების უგემრიელეს სივრცეებს ესტუმრა და ცხელ-ცხელი კერძებით დააგემოვნა. შეგათქვით ხვალკარის გრუნტოებით, აუცილებლად და ძალიან გემრიელი ცხელი შოკოლადი გვაქვს ასევე. კარტოფილფრის, ჩედარით, ჰალპენიოთი და არცი გოგონასთვის სასურველი საუსები. ბურგერს ტრადიციულად, ამჯერად ხატვის მწვადს, ძალიან გემრიელს და ვრაბს. ხალხრალობა ძალიან მიყვარს, ამიტომ აიო. გიზგიზის ფერადმა დღეებმა კი დაგვარწმუნა, რომ გართობის ცეცხლი ყოველთვის ერთად უნდა დავანთოთ და უფრო მეტი ბედნიერი მომენტის შესაგროვებლად შემდეგი გიზგიზიც მალე მოახლოვდება. ფესტივალზე არის გარემო ყოველთვის კარგი გამორჩეული სამზარეულო, მრავალფეროვანი ქართული სტრიტ-ფუდი, მეტწილად, ყოველთვის კარგი მუსიკა, განწყობა, სიმღერადე, უკვე მიეჩვია ჩვენი სტუმრები მიეჩვენენ და ყოველგვარ წერენ ხოლმე კიდე როდის იქნება, შემდეგი სად იქნება. ბაკურიანში ახლა ის პერიოდია, როცა ყველაფერი წინ არის: თოვლიც, სრიალიც და ზამთრის გეგმებიც. სინოპტიკოსები კი თოვლიან ზამთარს პროგნოზირებენ. ამიტომ ბევრი აქ ძველით ახალ წელსაც შეხვდება. ბევრიც უკან დაბრუნდება. ზოგი სრიალს გააგრძელებს, ზოგი პირველად ცდის. მაგრამ მთავარი აქ მოლოდინია, რომ თოვლი ისევ მოვა, ტრასები ისევ გაივსება და ბაკურიანი კიდევ ერთხელ გააერთიანებს მათ, ვისაც ზამთარი უყვარს.